ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც იცით, 480-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ან ადმინისტრაციული საქმეები, ან სისხლის სამართლის დევნა, 43 პირის მიმართ, როგორც იცით, მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით დევნა. პროკურორებს დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ, ვერც ერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი მტკიცებულებები და მათი პოზიციები იყო ძალიან შაბლონური. მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამ საქმეებთან დაკავშირებით და ფაქტიურად ჩვენ ყველამ წინასწარ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი. საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ ამდენი პირის საქმე განიხილებოდა და ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნებოდა, მათ მაინც ჩანიშნეს საქმეები, ამ საქმის განხილვები მცირე დარბაზებში. ერთ შემთხვევაში დარბაზის შეცვლა მოხდა, მაგრამ მეორე შემთხვევაში უკვე 11 იანვარს დარბაზის ცვლილება ვერ მოხერხდა.